რატომე ყველა ვინც მე მახლავს და სიამოვნებია დღევანდელი შეხვედრით მადლობას ვუცხადებ ამ საღამოს ორგანიზატორს და ინიციატორს ქალბატონ ნატალია ბატალიანს მადლობას ვუცხადებ ქალთა ასოციაციის ხელმძღვანელობას და ვთვლი რომ ასეთი რამეები კიდევ უფრო მეტად გააღრმავებს ქართველთა და ებრაელთა ურთიერთობებს. მე არ მომეცა აქ საშუალება, მაგრამ ეხლა გეტყვით რომ თავის დროზე ისრაელში ჩვენ ვაწყობდით შეხვედრებს და ღონისძიებებს, რომელსაც ათასობით ადამიანი ესწრებოდა ისრაელის ყველაზე დიდ დარბაზებში 3500-იანი დარბაზებში ვაკეთებდით კონცერტებს. ვებულობდით საქართველოსთან ხელოვნების მუშაკებს, ლიტერატურის მუშაკებს, პოეტებს, მწერლებს და ყველაზე მთავარი ჩემ ცხოვრებაში იყო 2 რას მიღება საქართველოსთან ისრაელში 1986 წელს. როცა კიდევ არ იყო დიპლომატიური ურთიერთობა ისრაელსა და საქართველოს შორის, საბჭოთა კავშირის შორის. და იმაში ყველამ დაინახა თუ როგორი სიყვარულით მივიღეთ ჩვენ არა მარტო 2 რა, არამედ ყველა ხელოვნების მუშაკი, ლიტერატურის მუშაკი. შემდეგ ჩემი სტუმრები იყვნენ პოეტი მიხეილ მაჭავარიანი, ძალიან ცნობილი პოეტები, ძალიან ცნობილი მწერლები საქართველოსთან და ეს იყო ჩვენი ბედნიერება, რომ ჩვენ მათ ხვდებოდით სულითა და გულით და გვიყვარდა ისინი და გვიყვართ დღესაც. ფაქტი იმისა, რომ დღეს ისრაელში ცხოვრობს 70,000 ქართველი. გვიყვართ ისრაელი. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. დიდი მადლობა ამ ღონისძიების ხელმძღვანელებს. დიდი მადლობა მოწვევისთვის. მე ძალიან დიდი მაყოფილი ვარ ჩემი სკოლის აბრამ საფაშვილის ნახვა. ძალიან მაყოფილი ვარ და რა ვიცი აბა ასეთი ღონისძიებები ბევრი ჩეკეტარებიასა ხალხის სასარგებლო და სასიამოვნო იყო ყველაფერი კარგი. მე ძალიან მაყოფილი ვარ. It was a great pleasure for me to come and to meet more lovely people from the Georgian community from the United States coming to visit here in Tbilisi. You know, it's always such kind of meetings. It made me very proud to be ambassador of Israel here. I see in the Jewish community, Georgian Jewish community everywhere, here in Israel, in the United States, wherever they are, as a very strong and good bridge between the state of Israel and the people of Israel and the people of Georgia. I really was privileged to be here, and I thank them for the invitation. Thank you very much. ეს საღამო იყო ძალიან საინტერესო და ძალიან ცრემლების მომგვრელი. ძალიან გრძნობიარე და გისურვებს წარმატებებს. დიდი მადლობა ასეთი სტუმრობისთვის. საღამო ძალიან არაჩვეულებრივი, ძალიან თბილი, რომელიც დაკავშირებული არის ქართველი და ხალხის მეგობრობასთან, ბავშვობიდან წამოსულ სიყვარულთან, ერთმანეთის პატივისცემასთან და ძალიან დიდი მადლობა ბატონ აბრამ საფირს ჩამოგზავნებისათვის, ქალბატონ ნატალიას, ქალბატონ ევას აი ამ საღამოს ორგანიზებისთვის და კარგი იქნება აი ესეთი საღამოები ქართველ ებრაელების შეხვედრები ტრადიციული თუ გახდება ჩემ კარგი. დღევანდელი საღამო იყოს დაუვიწყარი. ასეთი სიყვარული და გრძნობები დიდი ხანია არ მქონია. მადლობა თქვენ, მადლობა საქართველოს, მადლობა ქართველ ხალხს. ეხევით და გეხოთ. ღონისძიება ბოლოდის გადააჭარბა. ისეთი სიტყვით გაწარიმართა დასრულებულ ღონისძიებაზე წასვლა არავის არ უნდა და საზოგადოებას. საზოგადოებამ რომელმაც ჯერ კიდევ ის მეგობარი ებრაელი ერი, რომელიც ასესით საქართველოს და ქართულ ხალხს სამუდამოდ და
ყოველთვის ეყვარება ჯერ კიდევ ჩვენთან ურთიერთობების ბევრ ფონზე გამოამჟღავნა მათი სიყვარული და ერთობა. რაც შეეხება დღევანდელ დღეს. დღევანდელი დღე იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ლამაზი და იმ საპატიო სტუმრები, რომელიც ამერიკიდან და ისრაელიდან მზადდებოდნენ, ის საპატიო ელჩები თავისი წარმომადგენლებთან ერთად საზოგადოება, რომელსაც ბატონი აბრამის ღვაწლი და თავისი დამსახურება, რომელსაც მთელი მსოფლიოს გააცნო, ჯერ კიდევ პატარა და არც კი დაბადებული ვიყავი, როდესაც ის გაზეთი ალიას და მისი პირადად ბატონი აბრამს სულ რამდენჯერმე შეხვდი, მაგრამ მოლოდის გადააჭარბა, როცა გავიგერო ბატონი აბრამი თავისი 4 თაობით საქართველოში. ეს 4 თაობა არის ის ტალღა, რომელიც ჩვენ ერებს შორის არასდროს არ ჭაიშლება და არ მოიშლება. ჩვენ როგორც მსოფლიოს ებრაელ ქალთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი ამჟამად ამ რაგში ბედნიერი ვარ იმ დღით, როცა ამდენი კულაშელი, ამდენი სითბო და პლუს კულაშიდან ასულია და ებრაელობა, რომელსაც საქართველოს სიყვარული და ერთობა მსოფლიოს ირგვლივ ყველგან გაიტანეს და მას ღირსეული ადგილი მიუჩინეს. დღეს მათ სურპრიზი 68 წლის უნახავი დედა თანაკლასელებმა, რომელმაც ბატონმა აბრამმა და ქალბატონ თალიკომ გაიხსენა ის წლები, ის ურთიერთობები, როდესაც ჯერ კიდევ წლების წინ და საუკუნეების წინ ამ ორი ერს შორის იყო სიყვარული ხიდი ყოველთვის იქნება და ეს იმის ნიშანია, რომ თაობა, მეგობრობა, ურთიერთობა და 4 თაობის წარმომადგენელი, 2 თანაკლასელი დარბაზში, რომელიც იჯდა 2 თანაკლასელი 4 თაობით, თავისი თაობებით იყო წარმოდგენილი და ეს იმის მაგალითი იყო, რომ ჩვენ ახალგაზრდებიც მომავალი თაობაც ვაგრძელებთ იმ ტრადიციებს, რაც საქართველოსა და ისრაელს შორის არის და იარსებებს.